თინიკო როგორი ამინდია გორში? შესანიშნავი ამინდია ჩვენს გულებშიც. ისეთ ადგილზე ყოველ ვართ, შეუძლებელია არ გვიხაროდეს. შენ ხარ გორის ფერადი გოგო. როგორც მე მიყვარს ხოლმე ეს შეხამებები, აი ეს ფერები, ეს პრანჭიკელობა, ჩვენ გოგოები ვართ და უნდა ვიყოთ პრანჭიკელები, ხო ეს გალამაზება, იმიტომ რომ მოდის სხვანაირი ენერგია, აი ზუსტად ესეთი მყავხარ და ჩემი გუნდის წევრებს ისე უყვარხარ, აი მე თინა რა ეს ყვარელია. ყოველთვის და მე მიხარია, რომ მე ეს არ შემეძლო თინა ამის დანახვა, როდესაც დეპრესიაში ვიყავი ამ კი, ბიზნესთან. რა თქმა უნდა. რა შენ თქმა თქონდა უნდა. ეგეთი მომენტი? კი, რა თქმა უნდა, საერთოდ სიბნელე იყო. ვერ ვხედავდი მზეს, სხივი არ შემოდიოდა ჩემ გულში და ძალიან მაინტერესებდა როგორ დაღამდა გულში მეთქი, რა ხდება, რა დანგრეულია ყველაფერი. საერთოდ არაფერი აღარ მეჩვენებოდა ლამაზი. აი ვერსად ვერაფერს ვხედავდი ლამაზს. და აი APL-მა დამნახვა ის სილამაზე, რომელიც თურმე ყველგან არის, თუ შენ სულშია ის გარეთაც ჩანს. ანუ მარტო მე არ ყოფილვარ სულ ყველგან ესე ხდებოდა, არც გათენება გვიხაროდა, არც დაღამება, იმიტომ რომ კორტიზოლმა, რომელიც არის მკვლელი მეფე, კარდინალი ჩვენი სიცოცხლის მომსწრაფებელი, რომელიც გვაძულებს სიცოცხლეს, თუმცა მას სხვა დანიშნულებები გვაქვს და ამას ჰორმონების კი, ჰარმონიაზე მე თქვენ გასწავლით. აი ეს არის რომ დილით ხალხო გათენება გვიხარია ზუსტად აი ამ რელაქსის გამო, აი ამ აწაწუნა რელაქსის გამო, მარტო ეს დაამშვიდებს სამყაროს. კი, თინიკო, კი, კი, ეს ერთი შენ პროდუქტი რომ გქონდეს, მე ვთვლი, რომ ამ ერთი პროდუქტითაც კი შეიძლება მსოფლიოს დაპყრობა. იმდენად მნიშვნელოვანია დღეს ხალხისთვის, იმდენად სხვა ეტაპზე გადავიდა სამყარო, იმდენად აიწია ვიბრაციებმა დედამიწაზე, რომ ძალიან მაგრად გვჭირდება ეს პროდუქტი დიდ თუ პატარას, მთელ მსოფლიოს ვიტყვი, რომ ყველა ოჯახის მეგობარი გახდება, ვინც კი შეეხება ამ პროდუქტს, ის ვეღარ დაივიწყებს APL-ს. არა თინა, მარტო შენ ამ პროდუქტს. ძალიან კარგად ერკვევი სამყაროს კანონებში. შენ ხარ ძალიან კარგი ფსიქოლოგი. შენ ძალიან გიყვარს ადამიანები, შენ ძალიან მოაზროვნე გოგო ხარ, შენ სულ წიგნი გაქვს გადაშლილი და აკონსპექტებ ყველაფერს, შენ მყავ ხარ საუკეთესო მოსწავლე, რომელსაც თქმა ჭირდება შენთვის, ეხლა რა წიგნს კითხულობდი? ეხლა კითხულობდი პლაცებოს. პლაცებო, ჯო ჯო დისპენზას. დისპენზას, დიახ, 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 დიახ. ქართულად ხო? მე რუსულად კი, მაქვს კი, ქართულად, გამოვიდა ქართულად. ჯო დისპენზა. აი ჩვენთან ჩვენს კომპანიაში საღი აზროვნება პროგრესული ერასთან შეხამება რაც ხდება დღეს უჯრედულ და ენერგეტიკულ დონეზე მორთმეული გვაქვს აქ და ზუსტად რო ამბობენ რომ ეს ფერიცვალება გარდასახვა გარდაქმნა სხვა ენერგიებში გადასვლა გაიღიმოს ხალხმა შეუყვარდეს კი, სიცოცხლე გახდნენ უფრო კეთილები, თინა, კი, აღარ კი, იყვნენ კი. აგრესიულები. აი ამაში გვეხმარება რა? სხვანაირად ვერა, თინა. მე ჩვენი საყვარელი ხალხი დანამატებით დრაჟეები. გავაკეთე ეს. ქიმია თიშავს და რობოტად და მარიონეტად აქცევს. სუიციდამდე მიყავს აგრესიას ხალხი. და დღეს არსებულ სისტემას ეგ აწყობს, რომ ეგრე იყოს ხალხი, რომ ადვილად დაიმორჩილონ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ზეცაზე ყოველთვის იქნება ადამიანების და ღმერთის სიყვარულის ზეიმი, შვენიერ ბუნებასთან შერწყმული და ზუსტად მე მიხარია, რომ ეხა თინიკო ოქროპირიძე, რომელიც გორის ბირთვია, გორის გუნდის ბირთვი, არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი, არაჩვეულებრივი ფსიქოსომატიკა. თინა, რა მომწონს იცი შენში? მე გიყურებ ყოველდღე ოფისში ხარ? რომელზე იღება თქვენი ოფისი? მე ვიცი რომ თან მუშაობ და მე მიდიხართ ოფისში. შეყვარებული ვარ ოფისზე. ოფისში ყოველდღე მიდიხართ ვფიქრობ, ყოველ დღე როცა არ უნდა დავრეკო ფუსფუსებთ. კი, ყოველთვის არის თქვენი კარი ღია. შენ ხარ აი ყველანაირად აი მოქმედი ყოველდღიური მზარდი განვითარება. მე ძალიან მიხარია რომ ესეთი პატარა ფილიალი ყავს. და ყოველდღე შაბათ-კვირას ისვენებ თუ როგორ რა დღეებში მუშაობთ რომ ხალხმა წიცოდეს. თუ კი ვიღაცას ვჭირდები, არც შაბათი ვიცი, არც კვირა. აი მაგით დრო რომელი საათია. კი, კი. ყოველთვის ლამაზი, ფერადი, პოზიტიური კაცს მოყვარე და მე მიყვარს ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, იძიებენ, აბა რითი დავეხმარო და შენ არა მარტო ამით ეხმარები. შენ სიტყვითაც აი, როცა შეგვიძლია გამოცდილი გაქვს თამუნა, დაეხმარო. ის ტკივილი, რასაც დეპრესია ქვია,
აი უზომოდ დიდი სურვილი გიჩნდება დედამიწის ზურგზე, ვინც კი დეპრესიაშია, ვინც კი ვერ ხედავს სამყაროს ისეთ ფერებში, რამაც შეიძლება რა ფერებში შეიძლება APL-მა დაგვანახოს. სულ მინდა რომ ყველას შევეხო და ყველა გაბედნიერდეს და ძალიან მახარებს, როცა მადლობა მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პროდუქციას ვაწვდი და სხვათა შორის არ აგვიანებს. როცა ვუხსნი, რომ ქიმიური პრეპარატი გაძინებს და ხვალ ისევ გთხოვს ორგანიზმი, რომ უჯრედი გამოსაკვებია, ისევ გთხოვს, რომ მიაწოდოს საკვები და ისევ გთხოვს, რომ მიეხმარო სხვაგვარად და არა იმით, რომ დააძინო და გაიღვიძოს. და ძალიან ცუდი მიდგომაა დღეს მაგ კუთხით დეპრესიული და ნევროზიან ადამიანებს ერთი და იგივე ემუქრებათ თუ ისინი ექიმებთან მოხვდებიან. ისინი მიიღებენ ანტიდეპრესანტებს, რომელიც დააძინებს, მოადუნებს, მაგრამ როდესაც გამოვლენ ამ მდგომარეობიდან, ჩვეულებრივ ყვირის ტვინი რომ შია, რომ არა აქვს ჟანგბადი, რომ არა აქვს საკვები და ეს საჭიროებები მხოლოდ და მხოლოდ მიიღწევა უჯრედული თავისუფალი რადიკალები, ხო იცი, აი რო აკლია და აღარ იცის ვის. მე ხვდებით ეს აგრესიულები და უნდა გავაღიზიანოთ აუცილებლად ვიღაცა, რომ რაღაცა ენერგია აი წავართვათ, ხო? ეს არის ყველა აი ზაზარებს სამყარო და ჩვენი დრო მოვიდა, ჩვენ ყოველ დღე 30 კაცმა რო არ გაიგოს, რა ხდება ეს 30 კაცი კი ოფისზე ვამბობ. ეს დღე არ არის, დღე დაკარგულია და მით უმეტეს ინტერნეტში, სადაც ელვის ისწრაფით ხდება ინფორმაციის გავრცელება. ჩვენ შეგვიძლია თინა გამოვაძინოთ ეს ხალხი, ისე რომ არ გაუჩნდეთ დამოკიდებულება და შენ როგორ თვლი ის ტრავმები, რომელიც რამ გამაოცა, იცი, ახლა შენ გესმის ფსიქოსომატიკა. თუ კი რაიმე ტრავმა მიმიღია დედის მოცლიდან. ქვეცნობიერზე მუშაობს რა სიტყვის შენ ამაზე? ეს არის ცოცხალია. ქვეცნობიერი იმახსოვრებს იმ ტრავმებს უფრო უკეთესად ვიდრე იყო ჩვენს ცხოვრებაში, ვიდრე იმ სიხარულს, რომელიც იყო. და ამიტომ თითქმის 70% უფრო უარყოფითი აქვს შენახული და დამახსოვრებული და როდესაც პატარა უარყოფითი რამ ხდება ჩვენ ცხოვრებაში, რისგანაც დაზღვეული არა ვართ, ქვეცნობიერი უკლებლივ გვაწვდის მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც კი იმ საკითხთან არის შეხებაში. მაგრამ თუ დადებითი რამე მოხდა, არც ერთ დადებითს არ მოგაწვდის. ამიტომ არის, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ქვეცნობიერი გავწმინდოთ იმ უარყოფითისგან და იქ ახალმა ცნობი დაიბუდოს უფრო დადებითმა ინფორმაციებმა, რაც ადვილად შეგვიძლია, როცა ნევროზული ფონი არ არის, აი ეს ძალიან ადვილად შეგვიძლია, რომ ქვეცნობიერი გაიწმინდოს და იქ ჩვენ შევეკამათოთ, როცა რაღაცა უარყოფითს გვეტყვის ჩვენი ქვეცნობიერი, ჩვენ ვუთხრათ, რომ ვიმეგობროთ და ერთად გადავარჩინოთ ეს სხეული, სადაც ერთად თანამშრომლობთ. ტვინი გვაწვდის უარყოფით ინფორმაციას, რომელსაც ქვეცნობიერი ტვინს აწვდის და ერთმანეთთან თანამშრომლობა უკვე გვაძლევს საშუალებას, რომ გადავარჩინოთ ჩვენი თავიც და ჩვენი ქვეცნობიერი გავწმინდოთ. ერთ-ერთი პიროვნება ამბობდა, რომ როდესაც ქვეცნობიერი მეტყვისო, რომ აი შენ რომ გული გტკივა ეხლა დაგემართება ესა და ეს, მე ვეკამათებიო, აი მერე ესე იქნება, მერე კიდე ჩავარდები ლოგინად, მერე ესე იქნება, მაწვდის და მაწვდის უარყოფით ინფორმაციას. მერე და მე დაგიცვას და დაგბლოკოს. კი? დაგიცვას და ბოლოს მეუბნება მოკვდები და მერე და აი ამ დროს უკვე თავს მანებებსო და მე ნელა-ნელაო შევაჩვიეო ჩემი ქვეცნობიერი, რომ დავუპირისპირდე და გაჩერდეს რომელიღაცა კითხვაზე და უკვე გამომყვეს მეო აქეთ. ეს შინაგანი დიალოგი, რომელიცაც ვერ მართავს ხალხი, შინაგანი გახლე, ჩვაპლიუს გარეთ ძალიან დიდი აგრესია ტრიალებს, კომპიუტერთან აგრესია ყოფილი გვაცლის ენერგიას და მე ვფიქრობ, რომ აი ეს ჩვენი დღეს ერთ-ერთი გადამრჩენელი პანაცეა. თინა, შენ რას უწოდებდი ხა ხელის გულზე რაც? აი, არ ვიცი, მე მართლა პანაცეას ვუწოდებ. ახალ საუკუნეში რო გადაგახედებს ისეთი პროდუქცია გვაქვს და აი ლამაზ ცხოვრებას რო გასწავლის, სიცოცხლეს რო შეგაყარებს, ყოველი დღის
გათენება რო გაგეხარდება, აი ესეთი პროდუქცია გვაქვს და აი შეუძლებელია რომ გაჩუმებული ვიყოთ ჩვენ ვინც ამ პროდუქტს ვიცნობთ. შეუძლებელია. ყოველ დღე უნდა გქონდეს გონებაში ვინ იქნება შემდეგი რომ მე ეს პროდუქტი მივაწოდო და მე ისე გავახარო როგორც მე გამახარა ამ პროდუქტმა. მე აი ესე ვარ მაგალითად და ძალიან მინდა რომ აი კარგა სერიოზულად ვიმუშაო ამ საკითხზე და კარგა ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარო. კი, დღესდღეგრძელობა, აზროვნება, გამოფხიზლება თინა ამის დრო მოვიდა. და წარმოიდგინე, ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ შენ გაქვს არაჩვეულებრივი პროდუქტი და მადლობ ვიცი, კი, მაგრამ სიამოვნებს ამის მოსმენა, არა, მე სხვა რაღაც მინდა გითხრა. ჩემი ტვინი რომ სულ პრობლემებში ჩაკეტილი, как ესა პრეზიდენტად იწევთ. ხო, как белка в колесе, ასე კიევში ვიტყოდით ხოლმე ესე. ხო, ერთ ადგილს ტკეპნა რბოლა, ეს აკვიატებული აზრები, პრობლემების მატრიცაში ერთ წრეზე ვტრიალებდიო, ხო? აი არის კიდე ესეთი ფილმი კიევში ნახე ძალიან დიდი ხნის წინ, ყველა მიცით ეს ძენსურკა, ყოველდღე რო ერთ და იგივე დღეა და აი კი, მეც მაქვს ნახე. ცუდად ვარ დღეს, ცუდად ვარ ხვალ, ცუდად ვარ ზედზე. არაფერი არ ხდება და აზრს კარგავს სიცოცხლე, მე ჩემ ტყავზე გავიარე. თინა მე ასე ვიყავი 8 წელი. კი. რამ გამაღიმა და აი რომ იყვება ადამიანი და ვიცნობ, ჩემ თავს ამოვიცნობ ხოლმე, რამ გამაღიმა და ქიმია შემეცვალა ორგანიზმში. ჩონგურივით დაალაგდა ნეიროენდოკრინული სისტემა. დეფიბრილატორივით მუხტმა გამიცოცხლა ყველა რესურსი, რომელიც ღვთისგან ჩადებული მაქვს. და ანტიოქსიდანტებმა ყველანაირი კენკრა და ეს ყოფილი ნახეთ ეკა სუხიტაშვილის ვიდეო ინტერვიუ ძალიან ბევრი ყველაფერი თუ კი რამე მცენარეები დაბადებულა ბოლქვები კენკროვანი 5 კონტინენტზე ყველაფერი აგერ მაქვს ლამაზად მომჭი ჩავიდე ენის ქვეშ დავჯექი საჭესთან წავედი მეტროში ვარ მანქანაში ვარ გზაში ვარ მარტინი მისაღები კი მარტინი და ამ ადამიანმა მითხრა მე პრობლემების მატრიციდან ამ სუიციდური სცენარიდან გამომიხსნა. შემამჩნიე მზე, მომინდა წყალი, მომინდა ფეხით გავლა. გაუღიმე პირველად ადამიანებს, რაც მაღიზიანებდა აღავ, დაკარგა ჩემზე გავლენა. ანუ გამომაფხიზლა, მატრიციდან გამომიყვანა და დავდექი აი 60 წლის ვარ, მეუბნება. და მე დავიბადე როცა გარკვეული პერიოდი აი ეს ჩამომეხსნა ეს რაღაცა მოჯადოებული რაღაცა ჯანდაბა ესე მითხრა და მე შევიყვარე სიცოცხლე თურმე ეს შენს ესე გაგივლია იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრება ძალიან ბევრი ტკივილებით ავსე ძალიან ბევრი ტრაგედიებით დამწირებებით მე ბევრი გაჭირვებით ესეა დღეს მე თუ ქართველი კაცის ბედი ესეა ჩვენ ესე მოვდივართ ღმერთი გვაძლიერებს ხოლმე და ეს არის ჩვენი ღვთისგან საჩუქარი მე ესე ვთვლი ნამდვილად ღვთის საჩუქარია. თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ. ყველაზე მეტად რომელი პროდუქტი გიყვარს? აი მე როგორ მიყვარს ყველა პროდუქტი, რომელზე შეიძლება ვთქვა, აი რომელ პროდუქტს საუბრობთ ძალიან მინდება. აი გამოვარჩევდი ხეპერს. ხეპერს, ხო? ძალიან მიყვარს. კაი, ხა გამახსენოთ ჩემი თავი საქართველოს მიცის YouTube-დან, რომ ნარკომანივით მაპატიეთ ღმერთო ესეთი მდგომარეობა ღმერთო ყველა გადაარჩინე, მაგრამ ესე მანიაკალურად მთხოვდა ორგანიზმი, მთხოვდა რომ ყურია. და სანამ დაიწმინდება ღვიძლი ითხოვს ორგანიზმი, ითხოვს. მერე ქრება ეს დაუაკვებელი სწრაფვა, მქონდა პერიოდები ხარც მთხოვდა, იმიტომ რომ მე ბავშვობიდან თურმე არა შეძენილი პროლაპსი მქონია, თორე ბავშვობაში არაფერს არ უჩიოდი. მე იყო პერიოდი თინა ხოდა აის საშენდა ხაჭაპური თონისპური საქართველოში ჩამოვედი შეწორი მოხრე აისი მე ეს თამანებებს მე ეს ანუ მიწეს რიგებს ერებს და ეხლა ბრეინი ამდენი ბრეინი არასოდეს არ მიმიღია იმიტომ რომ მიწეს გონებრივი შრომა და აი ტურნელსაც კი დილით გრძნობ ხოლმე რომ ყადრე რომ ყავა მინდოდა დილით ბრეინი მინდა და წყალი თინა, არავით არის გაზიანი სასმელები, სულ გადავყარეთ ყველაფერი.
არაფერი. ეს არის საოცრება, როგორ გარდაქმნა ჩვენ. მე ვიცი, რომ შენ ძალიან ბევრი შედეგები გაქვს ბრეინზე. უამრავი შედეგი მაქვს ბრეინზეც და სხვა პროდუქციაზეც და რო გაიღვიძებ და სიცოცხლე გიხარია, გაგახსენდება რომ APL-ში ხარ და იმიტომ გიხარია. კი, ამიტომაც დავარქვით ჩვენ, რომ რეალურად ხდება ჩვენი გარდასახვა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ვინები ვიყავით ჩვენ და როგორი იყვნენ ჩვენ სირგლივის ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ ჩვენთან. APL Go ყველასთვის არ არის თინა. ძალიან ბევრი ხალხი ინტელექტუალური პროდუქტია ძალიან და ყველა ვერ უგებს. იმიტომ რომ ერთ-ერთმა თქვა, ბარი 100 წლეულები დაჭირდება იმას, რომ ხალხმა გაიგოს რა არის ეს. აჰა. მე ვამბობ, რომ 22 საუკუნის პროდუქტია. და მომავალ 25. და ჩვენი ნატრაა რომ იყოს საქართველოში მუდმივად. ნუ გეშინია. ნუ გეშინია, მაგაზე არ ინერვიულობ. აი, თამამად გავცემ ინფორმაციას. გენერალურ შტაბში გავაგზავნით ამ ვიდეოს ნათარგმნს, ნუ გეშინია მაგაზე. ჩვენ როგორც ვიყავით, ისე ვიქვართ თბილისში ოფიციალური რეგიონალური მეკვირაში ერთხელ ვხუმრობ. მუშაობს, უფასოდ გატანა იქ პროდუქტები, რომელიც ჩამოვდის შეკვეთილი თავისი საჩუქრებით, ყველაფრის მითვლით, მაგ ვიდეო კამერები. ყავს დაცვა, მაქვს რესეფშენი, თუ კი თქვენ ვერ ასწრებთ და გინდათ რომ თქვენთვის ასურველ დროს წაიღოთ, იმიტომ რომ ჩვენი რეჟიმი გვაქვს, იქ დაცვა აუცილებლად გადმოგცეთ, ეს არის ძალიან კომფორტული. არის ახლოს ძალიან მეტროსთან, არის ბიზნეს ცენტრი, იქვეა სოლო ბანკი, იქვეა TBC ბანკი, იქვეა ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება, კანცელარია ხშირად, იმიტომ რომ ვერ ავდივართ წიგნაკების ყიდვას და მე რა მომწონს, იცი რომ ჩვენ ძალიან თანამედროვეები ვართ. ჩვენ გვესმის რა ხდება სამყაროში. კი, მიწოდებათ ყველაფერი თანამედროვე. ისტორიკება რა დრო, აი ამ დროისთვის ვართ ჩვენ. კი. და დადგა აი აქედან ყველასთვის ეს ჩვენი დროა. კი, იცი რა, მე მითხრა ერთმა, შენ რა აზრის ხარ? მე მითხრა ერთმა ადამიანმა, რომ ვინც მადლიერია და ვისაც ადამიანი ნამდვილად უყვარს, ვისში შური ბოღმა არ არის და აი ეს ვის უკბინოს რაღაცა მოწიწკნოს ხორცი თუ ენერგია. აი ისინი ყოველთვის დარჩებიან შენთან. თამარ, ნუ ხარ ფანატიკოსი შენი საქართველოსი, იმიტომ რომ ცუდი და კარგი მანდაც ყავს და ნუ ელოდები რომ მთელ საქართველოს გადაარჩენ ჩემო ლამაზო ცარისა თამარა, მიძახია ხომ ყოველ მამშვიდებენ. ეს არ არის ყველასთვის. ვერ გაუძლებენ ამის ენერგიას. კი, სიხშირებს ვერ უძლებენ და ვერც გული. ვინც, ნუ მე არ მიყვარს ხოლმე დახარისხება ადამიანების, მაგრამ არის ესე. თვითონ პრაქტიკა მაჩვენა. თვითონ იხარისხებენ თავს. კი, აი შინაგანად რაც როგორც აქვთ მოწყობილი ბუნება, იმასაც კი გამოავლენენ ხოლმე და ეს არ არის ჩვენი გასარჩევი, უბრალოდ მე ვიცი, რომ APL არის იმისთვის, ვისაც უყვარს ადამიანი. ვისაც უყვარს აი მე რომ მიხარი ხა შენ დანახ ყოველ დღე და შენთან ოფისში გორში რო გოგოები შემოდიან ყოველ დღე და აი მიყვებიან რომ აი მე როგორი შენთან კარი რო იღება და დატანჯულ გოგოები სხვანაირები არიან და ეს რო ეთყობათ ეს არ არის ძვირი ამის გამოცვლა და ეს უბრალოდ ხასიათია. აი ეს მიხარია და ამისთვის ვარ მე და ვიქნები სულ იქ სადაც ვარ უფრო უკეთესად და უფრო ლამაზად კიდე თქვენაერი გოგოების წყალობით. მე ხა გაგიშვებ შენ, იმიტომ რომ ბევრი შეხვედრები გაქვს და მიხარი ხარ რომ არსებობ თინა ოქროპირიძე. შენ ძალიან კარგი ფსიქოლოგია. მიხარია ყველას თამუნას თქვენთან ურთიერთობა, თქვენგან დამოძღვრა, არ გვაკლია. ვთქვათ და გვიხარია რომ აი ესე ერუდირებული და აი ამდენის მწოდნე სპიკერი ყევხარ უნიკალური ინდივიდუალური მიდგომით და ფრთების გასწორებით და რაღაცა ესე წენა. პირველი რა გითხარით მე თქვენ ცუდად რომ გახდებით და ჯერ ერთი ხეფი და რელაქსი გაქვთ, მაგრამ თუ ვინმე ნერვები მოგიშალოთ, ყველაზე ლამაზი კაბა ჩაისვით, ყველაზე ლამაზი კვასკვასა პომადა. წაისვით და გადით ბუნებაში. გადით ბუნებაში და ანათეთ ხალხო, ანათეთ. კარგი, ძალიან მიყვარ ხარ და მე ყოველთვის მიხარია რომ კარს შემომიღებ ხოლმე სასწავლებლად ტრენინგებისთვის, გადამზადებისთვის და გორი საუკეთესო ხელშია და არა მარტო გორი, მე მინდა რომ ხშირად ატარო ეთერები, შენ ძალიან კარგად იცი, ქვეცნობიერი წარმატების აზროვნება 20 წელზე მეტი აქ ხარ და ნუ იმალები, მზეო ამოდი
უეფარები გორასას, იცივეს კი არა აგრესიას ხალხი მოუკლავს საწყლები აგერ გორას და მიეცით ყველას რელაქსი და ჰეპიო, გესმით? ვიცეთ ყველას შანსი. დაგეჩვიდო. ვინც ეგ ჩვენი საქმე არ არის. კი. გოგოებო. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. გაუმარჯოს და ვიყოთ კარგად და ბედნიერად, ჩვენ ახლა კაი ხალხი ვართ. კარგად. აბა, დროებით ღამის 3 საათზე შეგიძლია დამირეკო. მადლობა, მადლობა, მადლობა. მადლობა. კარგად.